მე ხო ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც 2008 წელსაც ვეტერანებს, რომელიც აფხაზეთის ომშიც იყო, რა ვიცი, რუსულ ტყვიას წინ გადადგომია და რაღაცა რომ მათში არ არის ეს ხო ეს რუსოფრენია და რაღაცა სიგიჟე. ხო კი იციან რო რაღაცა პირველი ეს ხალხი წავა, მაგრამ აი აქეთ ამ ხარეს ხა ჩვენც გქონდა გუშინ თუ ვიღაცა, ეს გოგო რო არის და რუსულ ძეს რო არეკლამებს. აი კიდე სუს ხო ანუ მე თავიდან ვოცდებოდი რა ერთი ფაქტი მეორე ფაქტი ყველა თითქმის ყველა აქტივისტი დაწყებული პატა ბურჭულაძე და დამთავრებული რიგითი რუსეთს აქვს ფესვები აქვს რუსეთში ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის ფსიქოანალიტიკური მექანიზმი რომ შენ გინდა რომ ეს რაღაცნაირად გადაფარო ანუ არ შეიძლება აი მართლა ხო შეიძლება ერთი დაემთხოს ორი დაემთხოს მაგრამ ესეთი არის რა ვიცი აი უმრავლესობა არის ეგეთი ან ფულს იქაკეთებენ ან იქ ბღერიან ან ბიზნესი აქვს ან სოლი ყავს იქიდან ან რა ვიცი ან იქიდან იღებენ გრანტებს ნუ ესეთი არის ყველა და მოდი აი ერთი რაღაცა ვთქვათ იმაზე რომ აი საქართველოს ანუ შინაგანი რაღაცნაირი ლოგიკაც არის რა რომ ჩვენ აქამდე არ გქონდა რაღაცნაირად ეს პირდაპირ თვითგამოხატვის შესაძლებლობა რა ჩვენ ვიყავით ყოველთვის რაღაცნაირად ამ იმპერიების ჭრილში და აი ხა მართლაც აი გაიხსნა ის მცირე ჰორიზონტი, მცირე კორიდორი, სადაც ჩვენ უნდა ეს რაღაც სუვერენიზმს მიდიან და ანგრევენ. ხო და ეგენი, ანუ მე უბრალოდ ჩვენი ეგრეთ წოდებული მე ანუ რამდენიმე ვერსია არის, რომ არიან მათში ეგრეთ წოდებული მავნებლები, რომლებაც ყველაფერი და იდიოტები. არიან იდიოტები და არიან უბრალოდ ვინც აი მართლა არის ფინანსური ჯაჭვებით გადაბმული და ჩვენ ახლა აქ ვამბობთ ახლა მე მათ ამორჩევლებზე არაფერს არ ვამბობ, იმიტომ რომ უმრავლესობა ქართველებს აღარ აყავთ მე მგონი. ხო, ანუ ის იმ ამორჩევლებს, იმ ამორჩევლებს, პოლიტიკურ მენიუში რაც ხდება, რაღაც ოპოზიციური განწყობები აქვს და თუმცა აი ამ საქციების გამო ამ ხო, მე მგონია რომ ეგ დაიკლებს.